გამარჯობათ, მე ვარ ნიკა ბაგალიშვილი და დღეს გასწავლით რა არის მულჩი და როგორ გამოვიყენოთ მულჩი ოჯახურ მეურნეობებში. მულჩი პირველ რიგში გამოიყენება იმაში, რომ საარეველებს ვებრძოლოთ. ბალახის მულჩს გაცილებით დიდი ეფექტი აქვს, იმიტომ რომ მიწას ტენი უნარჩუნდება, ჭიაყელები ჩდებიან და აჩქარებენ ჰუმუსური ფენის წარმოქმნას, ანუ ეს ნამჯა როცა წყრია, ან ჭიაყელები ამ ნამჯას პობის პროცესს როდის მიმდინარეობს, ჭიაყელები უფრო აჩქარებენ და აფხვიერებენ კიდეც ნიადაგს, ან ტენი უფრო გაცილებით მეტი აქვს და სარეველებით საერთოდ არ ამოდის. ან ცელოფანის შემთხვევაში ცელოფანი, როდესაც ზაფხულში დიდი სიცხეა ხოლმე, ან ხურდება ეს ცელოფანი და სარწყავს თუ გაუთიშავ, ანუ ყველა ვარიანტში მოკვდება, იქ ცოცხალი ორგანიზმები აღარ იარსებებენ, ძალიან დიდ ტემპერატურაზე ადის ხოლმე, შეიძლება 70-80 გრადუსიც კი ავიდეს ხოლმე და აი ამ შემთხვევაში ბალახის მულჩის შემთხვევაში საერთოდ პირიქით რამდენი გრადუსიც გინდა იყოს გარეთ ბუნებაში, ანუ ტენი დაბლა აქვს და სულ სინესტია და სიგრილია. ანუ ფესვთა სისტემა სტრესს არ განიცდის საერთოდ ბალახის მულჩის შემთხვევაში. ყვავილების შემთხვევაში შეგვიძლია გავუკეთოთ მულჩი, უბრალოდ ფესვები, ანუ ღერო მაღალ მცენარეებს შეიძლება გავუკეთოთ. აი საათის ფურცლის შემთხვევაში ვერ გავუკეთოთ, იმიტომ რომ ფურცლები დაბლა აქვს და ვერანაირად ვერ გავაკეთებ. მნიშვნელოვანია ისეთი ბალახი გამოვიყენოთ, რომელსაც თესლი არ აქვს. რადგანაც როდესაც გაუშვით მულჩს, შეიძლება ისევ ჩაითესოს და ამოვიდეს სარეველა და ეს პრობლემა შეგვიქმნის.